დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის პაციენტების რეგისტრაცია იწყება. მოქალაქეებმა დოკუმენტაცია თბილისსა და რეგიონებში მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში უნდა წარადგინონ. პირადობის მოწმობის ასლთან ერთად სავალდებულოა ფორმა 100 და ბოლოს ჩატარებული კვლევების პასუხები. რეგისტრაცია ხელახლა უნდა გაიარონ იმ პაციენტებმაც, რომლებიც უკვე მონაწილეობენ ინტერფერონის პროგრამაში. პირველ ეტაპზე პროგრამა 3 კლინიკა მოემსახურება. ესენია ინფექციური პათოლოგიის, შიცისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, კლინიკა ჰეპა და ნეოლაბი. დოკუმენტაციისთვის საჭირო ფორმა 100 პაციენტებმა სწორედ აღნიშნული კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ. კომპანია გილიადის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. თემაზე საუბარს ახლა პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად განვაგრძობთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით ბატონო ვალერ. მოგესალმებით. გასაგებია რომ რეგისტრაცია დღეიდან იწყება, თუმცა არანაკლებ საინტერესოა როდიდან დაიწყება იმ 5000 პაციენტის მკურნალობის ეტაპი, რომლებიც რეგისტრაციის შედეგად შეირჩევიან. დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ მაძლევთ საშუალებას ჩვენს მოსახლეობას ვამცნო იმის შესახებ, რომ დღეიდან დაიწყო უკვე რეგისტრაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩაერთო დიდი პროგრამა C ჰეპატიტის ელიმინაციის და მისი პირველი ნაწილი ზუსტად დღეიდან იწყება. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეიდან პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ იმ 3 კლინიკას, რომელიც თქვენ დაასახელეთ, აიღონ იქ ფორმა 100 და შემდეგ უკვე პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად მოგზავნեն სოციალურ სააგენტოებში და დარეგისტრირდნენ. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უკვე მათი დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნება კომისიას, რომელიც პირველად ხუთშაბათ შეიკრიბება და იქ იქნება მიღებული თითოეული პაციენტზე, როდის ჩაერთვებიან ისინი მკურნალობის რეჟიმში. ბატონო ვალერ, საინტერესოა. როდის დაიწყება მკურნალობა? მკურნალობა დაიწყება ზუსტად იმდენ დღეში, რამდენად საკმარისია ტექნიკურად იმისთვის, რომ კომისია მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ პაციენტები უკვე მიმაგრებული იქნენ გარკვეულ კლინიკებზე. გასაგებია, სხვადასხვა კლინიკებში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს თავად კლინიკა არ არეგისტრირებს ამ პროგრამაში, ანუ გულისხმობ, რომ თუ თქვა სხვა კლინიკაში არის არსებული პაციენტი, ინდივიდუალურად უნდა დარეგისტრირდეს მაინც. თუ სხვა კლინიკაში არის პაციენტი და მას დიაგნოსტიკური გამოკვლევები აქვს იქ გაკეთებული, ეს ნიშნავს, რომ მას თავიდან არ დაჭირდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა, მაგრამ რეგისტრაციისთვის მაინც უნდა მიმართოს იმ 3 კლინიკას, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. იქნება თუ არა ეს რაღაც გარკვეულ თანხებთან დაკავშირებული? არანაირად თანხებთან ეს არ არის დაკავშირებული, თუ გამოკვლევები უკვე გაკეთებული აქვს, ის უბრალოდ მიდის ამ კლინიკაში, იქ გაივლის რეგისტრაციას, დაუწერენ ფორმა 100 და შემდეგ მოდის უკვე სააგენტოში, სოციალურ სააგენტოში, თუ არ აქვს გამოკვლევები გაკეთებული, მაშინ თქვენ იცით თანაფარდობა სოციალურად დაუცველებისთვის 70% სახელმწიფო გადაიხდის, 30 ან თვითონ ამ შემთხვევაში, როგორც მაქვს ინფორმაცია, ადგილობრივი ორგანოები აპირებენ მის გადახდას და მეორე შემთხვევაში 70 თვითონ იხდის პაციენტი და 30 იხდის სახელმწიფო. ბატონო ვალერ, ასევე საინტერესოა რა პერიოდს მოიცავს მკურნალობის პირველი ეტაპი? ეს დამოკიდებულია თვითონ პაციენტის მდგომარეობაზე, არის 12 კვირიანი კურსი, არის 24 კვირიანი კურსი და არის ყველაზე დიდი კურსი 48 კვირიანი. პაციენტის მდგომარეობა როგორიც არის, იმის მიხედვით მას მკურნალი ექიმი უნიშნავს ამ კურსს და ზუსტად იმდენ დროს მოიცავს, რამდენიც საჭიროა თქვათ მისი C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ პირველ ეტაპზე შეირჩევა 5000 ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, როდის იგეგმება პროგრამის გაფართოება? პროგრამა ეს ჩვენ თქვით, რომ ელიმინაცია მოიცავს ყველა პაციენტს, რომელიც არის დაავადებული C ჰეპატიტით და არა მარტო მათ, ვინც იციან, რომ დაავადებულები არიან, არამედ იმათაც, ვინც არ იციან, ისინიც კი უნდა გამოვავლინოთ. ამიტომ ჩვენ აქ წყვეტა არ გვექნება. პაციენტები პირველ ეტაპზე მძიმე პაციენტები გაივლიან მკურნალობას, შემდეგ უკვე 20000 პაციენტზე დაიწყება შემდეგი ეტაპი C ჰეპატიტის მკურნალობის. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის